ოქტომბერს ტურინის ოპერის თეატრში გაიმართება ოპერის ფრანჩესკა და რიმინის პრემიერა, რომელიც ამ წარმოდგენის დადგმიდან 100 წლის თავს ეძღვნება. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე და სახელგანთქმული ფრანგი ტენორი რობერტო ალანია. შეგახსენეთ, რომ ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე აღიარებულია როგორც ფართო ვოკალური დიაპაზონის მქონე საუკეთესო შემსრულებელი. როგორ მიდის მზადება 10 ოქტომბრისთვის და როგორია მისი წინასაპრემიერო განწყობა, აი ამ თემაზე სასაუბროთ უკვე თავად გიორგი გვერდება პირდაპირ ეთერში. დილა მშვიდობის. გამარჯობათ. მოგესალმებით. ჩვენ ძალიან კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად. ძალიან მნიშვნელოვან სამზადისში. ძალიან მნიშვნელოვანი სამზადისია, რა თქმა უნდა, მოგესალმებით აქედან. ქალაქ ტორინოდან, სადაც დღეს ვიმყოფები. იტალიის ულამაზესი ქალაქია და უმნიშვნელოვანესი ქალაქია. რა თქმა უნდა, მუსიკალური თვალსაზრისითაც. ერთი რომ აქ ეკლესიაში ქრისტეს სულდარას ინახება ალბათ. კი ბატონო. კი. და პირველი ის ნახე, რა თქმა უნდა, მე შეგვეციოს ყველას. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ყოფები მოწვევით და სეზონის გახსნა. თვითონ ეს სპექტაკლი ფრანჩესკა და რიმინი არის 1914 წელს 27 თებერვალს დადგმული ამ ქალაქში. რიკარდო ზანდონაის ოპერა ფრანჩესკა და რიმინი გაბრიელ დანუნციოს დრამის მიხედვით და ეს როიტყვიან შემდეგ უკვე 100 წლის თავი გავიდა, თითქმის 100 წელი გავიდა უკვე და უნდა საკმაოდ საპასუხისმგებლოა, რასაც ყვებით ახლა ბატონო გიორგი და ბუნებრივია ამ სამზადისთან მიმართებაში გვაინტერესებს ცოტა შიდა სამზარეულოშიც რომ შეგვახედოთ. როგორია თვითონ პროცესი როგორია? აი, რამე განსაკუთრებულ შვებით, როგორ ემზადებით? რა თქმა უნდა, ეს დადგმა არის ანდრია ბერნარდის, საკმაოდ გამოცდილი რეჟისორი, ახალგაზრდა რეჟისორია. დირიჟორობს ასევე ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი დირიჟორი ბატისტონი, ანდრია ბატისტონი. ჩემთან ერთად სოპრანო იქნება ბარნო ისმაატულაევა, რომელიც საკმაოდ ცნობილი სოპრანოა, დრამატული სოპრანოა. და რობერტო ალანია, რომელთაც არაერთი სპექტაკლი აქვს შესრულებული, ჩემი მეგობარი. სამზადისი, ასე ვთქვათ, საკმაოდ სერიოზულად მედიოდა ჩართული ქალაქის მერიაც. იმიტომ რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს სპექტაკლი ხშირად არიდგება ფრანჩესკა და რიმინის სხვათა შორის. რატომ ხდება ასე? რატომ არის ასეთი შუალედებით? იცით რა არის, მუსიკა არის ძალიან რთული, სპეციფიური, კი ბატონო. სპეციფიური. იტალიური მუსიკა, მაგრამ აი მსგავსი ვერდის, მაგალითად, უფრო მიდის პუჩინის ხაზით. კი ბატონო. და რა თქმა უნდა, ვერისტული ხაზით არის ეს მუსიკა დაწერილი და საკმაოდ მძაფრ ემოციებს იწვევს, ნამდვილ ისტორიაზეა დაყრდნობილი. როდესაც ასე ვთქვათ, ერთი ჯანჩოტო, რომელსაც ვასრულებ. კი ბატონო. და მალატესტინო, რომელიც არის ჩემი ძმა და ასევე პაულო ბელო. ნუ წარმოიდგინეთ, რომ ერთი ესე იგი ახალგაზრდა მეუღლე, რომელიც ყავს ჯანჩოტოს, ის უყვარდება ძალიან. კი ბატონო. ამის გამო ჩემი პერსონაჟი უფრო ასაკოვანია და ხშირად ბრძოლებშია, ანუ არის და ამ დროს რაღაცა ეს გაუგებრობები ხდება, რომ კავშირები აქვს და საკმაოდ დრამატულია და საკმაოდ ბოლოს ისე თავდება, რომ მელოდრამა, ასე ვთქვათ, რომ ძმა კლავს უკვე თავის ძმას და მეუღლესაც და ნუ ასე ძალიან რთული დრამაა. კი ბატონო. თუმცა მზადყოფნაში იქნებით უკვე, რადგანაც 10 ოქტომბერს უკვე მოახლოებულია ეს საპრემიერო ჩვენება.
ეს თქვენი მიმდინარე წარმატება. ბატონო გიორგი, როგორ არ გამოვიყენო ეს შანსი და როგორ არ გკითხოთ? 1996 წელს პირველად რომ შედგა თქვენი დებიუტი ოპერისა და ბალეტის თეატრში. აი მაშინ თუ წარმოიდგენით, რომ არ დატოვებდით მსოფლიოს არც ერთ დიდ სცენას, სადაც თქვენ არ გააჟღერებდით თქვენს საოცარ ხმას და არ მონუსხავდით ყველას, ვინც კი მოისმენდა მას. აი რა ფიქრით დადექით პირველად სცენაზე? იცით რა არის, საერთოდ ძალიან ჩემი საერთოდ სცენაზე გამოჩენას და საოპერო საქმის სიყვარული ძალიან შორს დაგვიყვანს ეხლა რომ გავიხსენო. იმიტომ რომ საკმაოდ სიყვარულს მაინც და მაინც არ გულისხმობ, გულისხმობ სამოტივაციო გზავნილს, იმიტომ რომ თაობები ისდებიან, ვისაც ძალიან უნდა რომ ასეთი მსოფლიო წარმატების განცდა მასაც დაეუფლო საკუთარ კარიერაში. ხო, აი სამოტივო, აი რა იფიქრეთ, როგორ დაუშვით? ნუ რა თქმა უნდა, ახალგაზრდა საკმაოდ მიღებული ვიყავი თბილისის ოპერაში, ესე ვთქვათ, როგორც ახალგაზრდა სოლისტი ბატონ ჯანს უკახიძესთან და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე ასე ვთქვათ, მე ვერა მთავარი პარტიები თბილისის ოპერაში და რა თქმა უნდა, ამას დამსახურებაც უნდოდა. მანამდე წინ უძღოდა ჩემი გამარჯვებები რესპუბლიკურ კონკურსებში და საერთაშორისო კონკურსებში. რა თქმა უნდა, ეს ამას არ წარმოიდგენს ადამიანი თავიდან, როცა იწყებს, მაგრამ ყველას აქვს დიდი სურვილი რაღაცის მიღწევის, ხო? მსახიობს მით უმეტეს და თუ ეს მასში დევს მთელი სერიოზულობით და მონდომებით და შრომის უნარით და რა თქმა უნდა ოჯახის ხელშეწყობით, რომელსაც აუცილებლად გამოყოფ რომ ყოველთვის გვერდზე მიდგა ჩემი ოჯახი და მე რა თქმა უნდა მეუღლე მაია გოგოლაძე მუდმივად მიდგა გვერდით, რომ მე ჩემი მიღწევები ყოველთვის ყოფილიყო ზენიტში, ასე ვთქვათ, და მადლობა მას. წარმატებას გისურვებთ, არ მგონია ბევრ ადამიანს ჰქონდეს ისეთი ეპითეტები და თან ხოსე კარერასისგან მაგალითად მოსმენილი, რომ ის რიგოლეტოს კი არ თამაშობს, ის თავად უბრალოდ მისთვის შეიქმნა და დაიწერა. რიგოლეტო, წარმატებას გისურვებთ უახლოესი გეგმების განხორციელებაში და ძალიან სასიხარულო რომ გვყავს ასეთი უახლოესი მადლობა, უახლოესი გეგმა არის ჩემი შტატსოპერა, მივეგზავრები აქედან შტატსოპერ ბერლინში. და მე ნიუ-იორკში მაქვს ახალწლო კონცერტი დაგეგმილი და მასტერკლასები უკვე ესტეკები. გადასარევი. წარმატება თქვენ და ჩვენ ვეცდებით ასე ფეხდაფეხ გამოვყვეთ და თქვენი სიახლეები არ გამოუტოვოთ ჩვენს მაყურებელს. წარმატება კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.